ქართველი ყოველთვის დგება ქართველის გვერდით, როცა ეს სამშობლოს ჭირდება, როცა კრიტიკული მომენტია. მით უმეტეს სიმბოლური იყო ეს ქუთაისის შემთხვევაში, როცა ყველაზე ძველი რკინის ხიდი ამიერკავკასიაში წითელი ხიდი და ახალი ხიდი რუსთაველის ხიდი გახდა ესეთი გამაერთიანებელი ამ ადამიანებისა. ეს არის რომ წარსულმა და აწყომ გააერთიანა ქართველები ქუთაისში მის საქართველოს მომავლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ ჩემი როგორც მოქალაქის ხმა ისმოდეს, რასაც ასევე ვასწავლი ჩემ შულს რომ რაც არ მოსწონს შეუძლია ხმა მოიღოს და გააპროტესტოს. ამიტომ ჩემ შულთან ერთად ვარ დღეს აქ და რა თქმა უნდა მისთვის და ჩემი თავისთვის, ასევე მთელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვისურვებდი უკეთეს მომავალს, ევროპულ მომავალს. და საქართველოს ღირებულებების გაძლიერებას. ძალიან ემოციური დატვირთვა აქვს ჯაჭვში დგომას. ხელი ხელს ჩაკიდებული ასე ერთად წავსულიყავით და მიგვეხტია ჩვენ წარმატებას, ყოფილიყავით დემოკრატიული ევროპული საქართველო, ეს გვინდა ყველა თაობას. ჩემ თაობასაც, თქვენს თაობასაც, ყველას გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს საუკეთესო გზაზე. ეს საუკეთესო კი არის ევროპული საქართველო.